განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ წინა საუბარში შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან ძეგლს, როგორიც იყო ერმის თხზულება მწყემსი და ფაქტობრივად უკვე ქრონოლოგიურად გადანაცვლებული ვართ მეორე საუკუნეზე. შესავალ ნაწილში, როდესაც ზოგადი მიმოხილვა გქონდა ქრისტიანული ლიტერატურის ცალკეული ეტაპებისა და ეპოქებისა, მაშინ აღნიშნავდით, რომ იმ პირობითად პირველი პერიოდის შემდეგ ქრისტიანული მწერლობისა, რასაც სამოციქულო ეპოქა ეწოდება, გამოიყოფა ასევე პირობითად აპოლოგეტური ეპოქა, აპოლოგეტთა მოღვაწეობის ხანა, რაც არსებითად მეორე, ესე იგი საუკუნეს გულისხმობს. აპოლოგეტური მოღვაწეობა, კვლავ აღნიშნავთ, გავიმეორებთ და შევახსენებთ მსმენელებს, გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრების დაცვისათვის ღვაწლს და ეს ღვაწლი, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ ქმედებასთან ერთად პირველ რიგში ქრისტიანული მოძღვრების დასაბუთებას, დამტკიცებას, არგუმენტირებას წარმართთა და იუდეველთა წინაშე, მათ მოძღვრებათა წინაშე გულისხმობს. თავისთავად ყოველი მოძღვრების, ანდა ზოგადად რომ ვთქვათ, ყოველი მოვლენის დასაბუთებული დაცვა ეს არის სწორედ აპოლოგია. და ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ჟანრი ლიტერატურული აპოლოგეტიკისა, რა თქმა უნდა, შესამჩნევია, გამოკვეთილია და ცნობილია მაგალითად ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნების სოკრატეს შესახებ დაწერილი რამდენიმე აპოლოგია, რაც ნიშნავდა ამ პიროვნების, ესე იგი სოკრატეს სიტყვიერ დაცვას. და აპოლოგეტიკა სამწერლობო თვალსაზრისით სწორედ ამას გულისხმობს, ესე იგი სიტყვიერი დაცვა რაიმე მოვლენისა, რომელიმე პიროვნებისა, ან და რომელიმე მოძღვრებისა. ამ შემთხვევაში ქრისტიანობასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა მოძღვრების დაცვასთან გვაქვს საქმე და დაცვა მოძღვრებისა, ვფიქრობთ, გასაგებია გულისხმობს არა თვით ამ მოძღვრებაში რაიმე სძიებას ისეც, რაც თითქოს ნაკლებ დამაჯერებელია და ჩვენ მას დამაჯერებლობა უნდა შევძინოთ, არამედ ეს მოძღვრება, რომელიც მოწოდებულია როგორც გამოცხადებითი სწავლება, ყოვლითურთ რწმუნებადი, ყოვლითურთ დამტკიცებული და სრულყოფილი თავის თავში, ურწმუნოთა წინაშე უნდა წარმოვაჩინოთ, ან და სხვა სარწმუნოებათა მიმდევართათვის უნდა გავხადოთ საწვდომი, დამაჯერებელი და არგუმენტირებული. როდესაც ქრისტიანული მოძღვრება რომის იმპერიაში შესამჩნევი გახდა და ამ იმპერიაში აურაცხელი სარწმუნოება თან არსებობდა, შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე უფრო მკვეთრი შეჯახება ქრისტიანულ მოძღვრებასთან, ამ მრავალი სარწმუნოების მიმდევართაგან, ერთი მხრივ ასე ვთქვათ, ტრადიციულ და ძირითად სარწმუნოებას ჰქონდა რომის იმპერიისას, იმავე წარმართობას, კერპთაყვანისმცემლობას, ანუ ელინიზმს და მეორე მხრივ იუდაიზმს. იუდაიზმი და კერპთაყვანისმცემლობა, იგივე წარმართობა, იუდაიზმი და წარმართობა გახდათ ის ორი ფსევდოსარწმუნოებრივი მახვილი, რომლებიც ქრისტიანობის გასაგმირად იყვნენ გამიზნულნი და მზადყოფნაში. თავისთავად ცხადია, როგორც ეს ჯერ კიდევ მაცხოვარმა აღუთქვა მოციქულებს, პეტრე მოციქულს და ყველა მოციქულს, ბჭენი ჯოჯოხეთისანი კლდეზე დაფუძნებულ ქრისტიანულ მოძღვრებას ოდნავადაც ვერ შეარყევენ, მაგრამ რამდენადაც ქრისტიანული მოძღვრების მიზანდასახულობა და ამქვეყნიური მოღვაწეობითი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ მთელი კაცობრიობა მოიზიდოს თავის წიაღში, ახალნი და ახალნი შვილნი ეკლესიისა ცხონებისათვის დახბადოს ნათლისღების მადლით. ამ მიზანდასახულობის შესაბამისად ქრისტიანული მოძღვრება განვრცობადია, განფენადია კაცობრიობის წიაღში და შესაბამისად თუ მას არ ახლავს არგუმენტირება, თუ მას არ ახლავს რწმენითი და გონებითი დამტკიცებულობა, რა თქმა უნდა, ახალ-ახალი ნაკადი კაცობრიობისა დაუმტკიცებლად და დაურწმუნებლად, რომლებსაც უკვე აქვთ სხვა სარწმუნოებანი და ფანატიკურად სწამთ მათი მოძღვრებისა, რა თქმა უნდა, არ მიატოვებენ მას და ეკლესიის წიაღს არ შეუერთდებიან. ამიტომ ქრისტიანული მოძღვრების არგუმენტირებული დასაბუთება და ეს თავისთავად გულისხმობს უკვე მის დაცვას, აი ეს სამოღვაწეო გეზი გამოკვეთილი გახლავთ ყველაზე უფრო მეტად სწორედ მეორე საუკუნის 20-30-იანი წლებიდან და აქედანვე აითვლება ეგრეთ წოდებული აპოლოგეტიკის ეპოქაც ეკლესიის ისტორიაში. საზოგადოდ ჩვენ ადრეც აღნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებ, მთელი საეკლესიო მოღვაწეობა წერილობითი იქნება, ეს პრაქტიკული იქნება, ანტიერეტიკული იქნება, სულიერი ბრძოლების მხრივ იქნება თუ სხვა, ყოველი გამოვლინება ქრისტიანული მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა, აპოლოგეტური გახლავთ, მიზანდასახულობა არის ჭეშმარიტების დაცვა იმ სულიერ მარგალით და შეურყვნელად შენარჩუნება საკუთარ წიაღშიც და მომავალი თაობებისთვისაც, რაც
გამოცხადებით სწავლებას გულისხმობს. ამიტომ ზოგადი აზრით ქრისტიანული მოღვაწეობა თავისთავად აპოლოგეტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძოობითად კონკრეტულად ჩვენ გულისხმობთ ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში იმ მონაკვეთს, იმ ეპოქას, სადაც აპოლოგეტური ღვაწლი პირველხარისხოვანი დანიშნულებისა გახდა, იმიტომ რომ შემოტევები უმკვეთრესად გამძლავრდა ქრისტიანობის წინააღმდეგ, ამ შემოტევებს ჰქონდათ სხვადასხვა სახე, ერთი მხრივ შემოტევანის წარმოებდა თითქოს არგუმენტაციის დონეზე, ფილოსოფიურ, ცოდნისმიერი განსწავლულობით გაამპარტავნებული პირნი, რომლებსაც ქრისტიანობა ლიტონ რწმენად წარმოუჩნდებოდათ, აი ამგვარნი პირნი ესწრაფოდნენ, გამოეაშკარებინათ თითქოს და მათი ჭკუით ქრისტიანული მოძღვრების პრიმიტივიზმი, გულუბრყვილობა, თითქოს და მხოლოდ გონებაჩლუნგთათვის მისაღებლობა თავისი რწმენითი სიმარტივის გამო. ესე იგი, ერთი შემოტევა ამგვარი გახდა, თითქოს ცოდნისმიერი, ფილოსოფიური, სიმაღლის და მწვერვალის დამპყრობი პირები ქედმაღლურად, ამპარტავნულად დასცქეროდნენ ზემოდან ქრისტიანობას და მხოლოდ უბირთათვის თვლიდნენ მას, ქრისტიანულ მოძღვრებას, მისაღებლად, როგორც თითქოს და ამ პირთა გონებამდარე და თითქოს და ცნობავნებულ პირთა ადვილ მოსატყუებლობის მიზეზით, რომ ისინი ადვილად მოექცეოდნენ მარტივი რწმენის ბადეში, ხოლო ისეთი ღრმად გამგრძნობილი, როგორც თვით თავიანთი თავი მათ ეჩვენებოდათ, თავისთავად ცხადია, ამგვარ რამეს არასოდეს არ ირწმუნებდნენ. აი ასეთი ქედმაღლური დაპირისპირება ანტიკური ფილოსოფიისა ქრისტიანობისადმი, რა თქმა უნდა, მრავალ პიროვნებას უშლიდა ხელს ჭეშმარიტების ნათელი მიეღო. კონკრეტული გამოვლინებანი გახდათ აი ამგვარი ამპარტავნებითი დამოკიდებულებისა, ცნობილია მაგალითად ერთ-ერთი ანტიკური ფილოსოფოსის კელსუსის დაპირისპირება ქრისტიანული მოძღვრებისადმი სწორედ ამ კუთხით. კელსუსმა ანტიკურმა მოაზროვნემ თავისი მიზანდასახულობის განსახორციელებლად შეარჩია ვითომც და ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრიმიტიული ძეგლი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში, რომელსაც ჩვენ შევეხებით, მართალია იქ ბევრი არაფერია განსახილველი, იმიტომ რომ მასალა ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც შევეხებით, ეს გახლავთ მეორე საუკუნის აპოლოგეტის არისტონ პელაიელის თხზულება, დიალოგი ანდა სიტყვისგება, ასეთ შეიძლება ქართულად ვთქვათ, პაპისკონისა და იასონისა. აი ესეთი ძეგლი აქვს მას დაწერილი და ეს ძეგლი ნიმუშად მოაქვს ანტიკურ მოაზროვნეს იმის წარმოსაჩენად თითქოს რა უბრალოა, რა მდარეა, რა კნინობითია ქრისტიანული მოძღვრება აზრისმიერი სიღრმის პოზიციიდან და სხვა. ეს შემოტევა ამრიგად სრულიად თვალსაჩინოა, რომ ანტიკური ფილოსოფია კიცხავდა ქრისტიანობას რწმენითი უბრალოების გამო, რომ მას არანაირი სიღრმისეული აზრისმიერი გაშინაარსება თითქოს და თან არ ახლდა. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე გახდათ ისეთი შემოტევა, რომელსაც ერთსახვიანი კლასიფიკაცია ალბათ არ მოეძებნება, გულისხმობთ ერთ-ერთ ყველაზე უფრო შთამბეჭ და ერეტიკულ მიმდინარეობას, რაც ეკლესიის წინაშე წარმოჩნდა, გნოსტიციზმს, რომელიც ერთი მხრივ თითქოს ცოდნასაც ეტანებოდა და ცოდნის მიერ სიმაღლესაც თითქოს და იჩემებდა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ანტიკური ფილოსოფიისგან განსხვავებით გნოსტიკოსები კიდევ უფრო გაამპარტავნებულნი იყვნენ ანტიკურ ფილოსოფოსთაგან განსხვავებით, რამდენადაც მათ გარკვეული ფანატიზებული რწმენითი დამოკიდებულებაც ჰქონდათ საკუთარი გამორჩეულობისადმი და მიიჩნევდნენ, რომ სწორედ და მხოლოდ ისინი იყვნენ დაბადებითვე ღვთიურნი ამ ქვეყნად, რომ დაბადებიდანვე მათში არსებობს ზეციური ნაპერწკალი, რაც მემკვიდრეობით აქვთ მიღებული და შესაბამისად ბუნებითად გამოირჩევიან დანარჩენი კაცობრიობისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ პირთა რწმენით მთელ დანარჩენ კაცობრიობას, რაც არ უნდა ეღვაწა, რაც არ უნდა ეწვრთნა საკუთარი თავი, ჭეშმარიტებას ვერ მიწუდებოდა, ცხონებას, ზეციურ სინათლეს ვერ ეღირსებოდა, იმიტომ რომ ბუნებითად მოკლებული იყო ამ მადლს და ამ ნაწილს ზეციური სამყაროსას. ხოლო საკუთარ თავს ზეციური არსების ნაწილს განუკუთვნებდნენ დაბადებითვე და აი ამგვარ ბუნებით გამორჩეულობას საკუთარი თავისას ქრისტიან მორწმუნეთა წინაშე ამპარტავნულად წარმოაჩენდნენ. ამიტომ იყო რომ გნოსტიციზმის დაპირისპირება ქრისტიანობისადმი არანაკლებ მძაფრი იყო ვიდრე ანტიკურ ფილოსოფოსთა ამგვარივე წინააღმდეგობრივი მიმართება ქრისტიან მორწმუნეთადმი. განსხვავება კვლავ გავიმეორებთ იმაში მდგომარეობდა, რომ ანტიკური ფილოსოფოსები მაინც უფრო არგუმენტაციაზე, კატეგორიებზე, ტერმინოლოგიაზე იყვნენ აქცენტირებულნი და ყოველივე ამის უქონლობას უსაყვედურებდნენ ქრისტიანობას. ხოლო გნოსტიკოსები ქრისტიანებს ეცილებოდნენ ყველაზე მთავარში, რომ თითქოს და მაცხოვნებლობა მხოლოდ მათ მქონდათ და მხოლოდ მათთვის იყო. ბუნებითად მაცხოვარი მხოლოდ მათთვის მოვიდა.
იმ 5-6 გნოსტიკოსისთვის, რომლებსაც ბუნებითვე ჰქონდათ ზეციური ნაპერწკალი, ზეციური ნაწილი, ზეციური არსების რაღაც მარცვალი. და აი მათ გამოსახსნელად მოვიდა თითქოს იესო ქრისტე, რომ იესო ქრისტე არის იგივე გნოსტიკოსი მათი აზრით, გნოსტიკოსთა ბუნებითად, მაგრამ დაფარულად გნოსტიკური ნაწილის მქონეთა გამოსახსნელად ამ ქვეყნად თითქოს და მოვლინებული. ეს გნოსტიციზმის შემოტევა ქრისტიანობისადმი, რომ ამ შემთხვევაში თუ ელინები ქრისტიანებს მაცხოვარში არ ეცილებოდნენ, ისინი მაცხოვარს არ სტაცებდნენ მორწმუნეებს, გნოსტიკოსები სწორედ ამაში ეცილებოდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ეკლესიას, რომ თითქოს ეკლესია და მორწმუნეთა კრებული ეს მხოლოდ და მხოლოდ ეგზოტერიზმია, გარეგანი რამ აჩრდილისებრი და შორეული წვდომა და შეგრძნებაა იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინების მიზანდასახულობისა და საღვთო ვალდებულებისა და თითქოს ნამდვილი შინაარსობრივი და სიღრმისმიერი გააზრება ამ მოვლინებისა და დანიშნულებაც მაცხოვრის მისიისა მხოლოდ ამ გნოსტიკოსებით იყო შემოფარგლული, რომ ეგრეთ წოდებული ეზოტერული ხაზი, ეზოტერული ცოდნა, სიღრმისეული რამ წვდომა ჭეშმარიტებისა და ბუნებითად ზეციური სამყაროს ნაწილის, ღვთის ნაწილის თავის თავში ქონა, აი ეს იყო მთელი ის პრეტენზიები, რაც უკიდურესად აამპარტავნებდა გნოსტიკური სექტების მიმდევნებს და ადვილი წარმოსადგენია, როგორი თავმოყვარეობითი და თავმოთნეობითი მზერით იქნებოდნენ ისინი ეკლესიის წინაშე გამზერილნი, როგორ შეაცქერდებოდნენ ისინი მარტივ მორწმუნეებს, რაგვარად სიამაყით და ამპარტავნული უმეცრებით დაგმობდნენ იმ მარტივ რწმენას, რითაც ეკლესია საზრდოობდა პირველ დაფუძნებიდან და საზრდოობს დღესაც. ესე იგი ეს მეორე საფრთხე გნოსტიკური, ეგრეთ წოდებული ეზოტერული ამპარტავნება. და მესამე საფრთხე, უკვე ესე იგი საკუთრივ იუდაიზმისგან მომდინარე, იუდეველები საკუთრივ მაცხოვარში რა თქმა უნდა ქრისტიანებს არ ეცილებოდნენ, მაგრამ ეცილებოდნენ უაღრესად ძვირფასში ასევე ეს გახლავთ ძველი აღთქმა. ისინი რა თქმა უნდა ძველ აღთქმას საკუთარ თავს განუკუთვნებდნენ, საკუთარ თავს ძველი აღთქმის ჭეშმარიტ აღსარებლებად წარმოაჩენენ, ძველი აღთქმის სარწმუნოების მქონეებად საკუთარ თავს დაგვისახავდნენ და ვერაცნობიერებდნენ რა იმას, რომ ძველი აღთქმა მხოლოდ ახალი აღთქმისთვის არის დაწინდული, რომ ძველი აღთქმა ახალი აღთქმის გარეშე, ანუ თავისთავად თვითმიზნურად ყოველგვარი ღირსების მიღმა არის, რომ არანაირი ღირსება ძველ აღთქმას თავისთავად არ აქვს, თუ ყოველივე მისი ღირსება ახალი აღთქმისკენ არ განიმზირება, თუ ახალ აღთქმაში არ სრულდება და იძენს სრულყოფილებას. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძველი აღთქმა არის იგივე ახალი აღთქმა, ოღონდ წინასწარმეტყველურ ენაზეა გამოთქმული, ხოლო ახალი აღთქმა არის იგივე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი, საქმედ ქცეული, გაცხადებული და ყველა მორწმუნისათვის ხილვადად, გრძნობადად მოსახელთებელი, საპოვნელი, რამაც ეკლესიის და მორწმუნეთა კრებულის ამ ქვეყნად დაფუძნება განაპირობა. ძველი და ახალი აღთქმის განუყოფლობა და ერთმთლიანობა მხოლოდ მისთვისაა საწვდომი, რომელიც ახალი აღთქმის ჭეშმარიტებას წვდება. კვლავ აღნიშნავთ, თორემ ვინც ახალი აღთქმის ჭეშმარიტებას არ წვდება, მისთვის ძველი აღთქმა თავისთავადი ღირებულებისაა, რა თქმა უნდა. რომ ახალ აღთქმაზე კი არ წინასწარმეტყველებს მათთვის ძველი აღთქმა, არამედ ძველ აღთქმაში რაც არის, ეს ყოველივე ამ ძველივე აღთქმით იფარგლება. მაგრამ ეკლესიური სარწმუნოება ძველი აღთქმის უზენაეს ღირსებას და ღვთიურობას და საღვთო მადლმოსილებას და როგორც ღვთის სიტყვას ძველ აღთქმას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ახალი აღთქმის პერსპექტივაში, ახალი აღთქმის როგორც ძველი აღთქმის გვირგვინის და მასთან განუყოფელი მთლიანობის განმახორციელებელში და საღვთო წერილს როგორც ერთ მთლიანობას ისე როგორც ერთია სიტყვა ღვთისა. და აი ამ ნაწილს ჭეშმარიტებისას ძველ აღთქმას ეცილებოდნენ იუდეველნი, შესაბამისად ისინი, რა თქმა უნდა, მრავალგვარ ცილისწამებას ავრცელებდნენ ქრისტიანებზე, ქრისტიანობის დამფუძნებელზე, თავად მაცხოვარზე, მათთვის იესო ქრისტე იყო, რამდენადაც ისინი იუდეველური თვალით ჭვრიდნენ, იუდაიზმში აღმოცენებული ერთ-ერთი ერესის წინამძღვარი, ერესიარქი, როგორც ამას ხშირად უსვამდნენ ხაზს და როგორც მიუთითებდნენ, თვით ეკლესიის მამათაგან გვაქვს ჩვენ შემონახული იუდეველთა ეს ბრალდება, რომ მათი სიტყვით თითქოს და გამოჩნდა პალესტინაში ვიღაც გრძნეულებითა და ყოველგვარი უკეთურებით ახსავსე პიროვნება იესო, რომელმაც ძველი აღთქმის, ძველი აღთქმა ჩვენ ახალი აღთქმის ფონზე ვამბობთ, ანუ მათი გაგებით ჭეშმარიტი აღთქმის და ჭეშმარიტი სარწმუნოების დარღვევა მოინდომა, შეეცადა ამას და მიმდევარნიც გაიჩინა, რომელსაც ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრებმა ისინი ამბობდნენ, აუცილებლად ყოველგვარი საშუალებით უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა, რომ ეს საშინელი ერესი ჭეშმარიტი სარწმუნოების წინაშე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს. ეს იყო მათი მიზანდასახულობა იუდეველებისა და ამგვარი და მიზანდასახულობის მქონე პირები, როგორი გააფთრებით შეეძნებოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების
და ეკლესიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სულიერი და საქმითი ბრძოლის აღსრულებას, ვფიქრობთ ეს ადვილი წარმოსადგენი გახლავთ. ჩვენ სხვა ასპექტებზე აღარ გავამახვილებთ ყურადღებას, აქ წარმოჩენილი ვითარებაც ვფიქრობ ცხადყოფს რაოდენი სირთულეების შეექმნა ყოფითი აზრით სოციალურად ქრისტიანულ სარწმუნოებას და ეს ყოველივე აისახა საიმპერიო კარზეც, იმპერატორის და იმპერატორს დაქვემდებარებულ ხელისუფალთა საქმიანობის მხრივაც, დევნულებანი, რაც ქრისტიანთა წინააღმდეგ ზედიზედ მიწებით მიმდინარეობდა და რაც აურაცხელ ქრისტიანს შეიწირავდა, რომლებიც მარტვილურ გვირგვინს იდგამდნენ თავზე, ეს ყოველივე აი ამ სარწმუნოებრივ დაპირისპირებათა გამოვლინება გახლდათ, ოღონდ უკვე პოლიტიკურ და საიმპერიო კარის სარბიელზე. ჩვენ აქ ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრძოლა ქრისტიანთა წინააღმდეგ ზოგჯერ ისე წარმოჩნდება თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატებოდა ხელისუფალთა მხრიდან დევნულებანი, მარტვილობანი და სხვა. გაცილებით უფრო მძლავრი გახლდათ ცილისწამებითი გზით ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენ ამაზე ნაწილობრივ ადრე ვისაუბრეთ, შემდეგ როდესაც გვიანდელ აპოლოგეტებს შევეხებით, კვლავ განვაგრძობთ საუბარს, რომ საშინელი ცილისწამებანი ქრისტიანთა წინააღმდეგ სარეველასავით ედებოდა მთელ რომის იმპერიას და მოსახლეობას უკიდურესად აგრესიულად განაწყობდა ქრისტიანებისადმი. როგორც მოგვიანებით ათენაგორა ამბობს, ჩვენ ვიდევნებით და ვისჯებით სიკვდილით მხოლოდ იმის გამო, რომ ქრისტიანები გვქვია. ესე იგი, იმდენად უარყოფითა და ჟღერდა ამ ცილისწამებათა შემდეგ ქრისტიანის სახელი რომის იმპერიაში, რომ მარტო ეს სახელი კმაროდა მოსახლეობის აგრესიის გამოსავლინებლად. და ეს სამოღვაწეო მრავალ მიმართულება ეკლესიისა ავალდებულებდა ეკლესიის ურჩეულეს შვილებს, რომ მთელი თავისი ღვაწლი ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისთვის მოეხმარათ, აქეთკენ მიემართათ მთელი თავიანთი ძალისხმევა ძალმოსილება და სწორედ ამგვარნი პირნი გახდნენ აპოლოგეტები, უაღრესად განსწავლულნი გარეშე სიბრძნეში, ანტიკურ ფილოსოფიაში, საერთოდ ტერმინოლოგიურ ცნებით მეტყველებაში, აზროვნებით კულტურაში და ამავე დროს ღვთიური მადლით გამშვალულნი, ღვთიური ხედვით გასხივოსნებულნი. აი ეს ორი მომენტი იყო შერწყმული აპოლოგეტებში, საღვთო მადლმოსილება და გარეშე სიბრძნით და კაცობრიული კულტურით და ამ კულტურულ შრეებში ზედმიწევნითი განსწავლულობა. ყოველი აპოლოგეტი, რა თქმა უნდა, ისინი დაბადებიდან ქრისტიანები არ გახდათ, მაშინ არც იყო ჯერ კიდევ ასეთი ტრადიცია შექმნილი, რომ დაბადებითვე ქრისტიანები ყოფილიყვნენ პირნი, გვიან ქრისტიანდებოდნენ ისინიც და აპოლოგეტებიც, ყველა აპოლოგეტი, ვინ ჩვენ ვიცით, გარკვეულ მომენტში გაქრისტიანდნენ, ხოლო გაქრისტიანდებოდნენ ისინი ცნობილნი იყვნენ როგორც წარმართი ფილოსოფოსები, წარმართული ფილოსოფიის მწვერვალზე მყოფნი და გაქრისტიანდნენ რა, უაღრესად კეთილი ძღვენი ეკლესიის წინაშე მათ მოიტანეს. ეს ამგვარი გამონათქვამი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა გახლავთ, რომელიც თავის თავსაც იმავე ღირსებას განუკუთვნებს, რომ მართალია ეს ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ მთელი თავისი მოღვაწეობა, როდესაც ეკლესიის წინაშე მიმართა, აი ამ მომენტამდე მან მიიღო განსწავლულობა კაცობრიული კულტურის ყოველგვარ გამოვლენებაში და როგორც თვითონ ლექსითი სახით გვეუბნება, ყოველივე შემდეგ, ესე იგი, როდესაც ეკლესიის ღვთისმსახურება შეუდექი, ყოველივე ეს დიდი ღვთის ფერხთით ცხვენად წინა დავაგე მაცხოვრის ფერხთით. აი ეს ღვაწლი აღასრულეს თავის დროზე აპოლოგეტებმაც, მთელი თავიანთი განსწავლულობა, მიღწევები წარმართულ კულტურაში, რაც კი შეიძლებოდა ეკლესიაში მსახურებისთვის, ჭეშმარიტების მსახურებისთვის სასარგებლო წარმოჩენილიყო, ყოველივე ეს გაქრისტიანების შემდეგ ეკლესიას ცვნად შესწირეს და მთელ თავის მოღვაწეობაში პრაქტიკულად განახორციელეს. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით და ამავე თემაზე შემდგომ საუბარში განვაგრძობთ. მადლობთ ყურადღებისათვის.